გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას თაქ-შოუ ეთოქზე. დღეს 1 ოქტომბერია. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრიუმფალური თარიღი. როდესაც ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ქართველმა ხალხმა ქვეყანა დავიხსენით დიქტატურისგან და უცხო ქვეყნის აგენტების კონტროლისგან. თარიღი, როდესაც დასრულდა სისტემური წამება ციხეებში, ბიზნესის რეკეტი, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაუბრუნდა ხალხს. წამებელი და მკვლელი რეჟიმი წარსულს ჩაბარდა. საქართველოს გაუმარ! 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 ამ დღის მნიშვნელობა შესაძლოა კიდევ კარგად არაა გააზრებული, რადგან ეს ეგზისტენციალური გარდატეხა რომ არა, ჩვენ ვიცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ციხეები იყო გადაჭედილი. გამამტყუნებელი განაჩენი იყო რეკორდული, სადაც წამება იყო მთავრობის ინსტრუმენტი. უდანაშაულო ხალხის ქუჩებში ჩახოცვა იყო ჩვეულებრივი ამბავი. ომში ჩართვა და ტერიტორიების დაკარგვას გარედან მიღებული დავალებებით პირნათლად ასრულებდნენ მოღალატე ნაცები და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდად და უდიდესი კეთილდღეობით ეცხოვრა, გასწია უდიდესი გმირობა და თავდადება. საკუთარი და მისი ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად შემოვიდა პოლიტიკაში და ის რაც უკვე შეუძლებელი ჩანდა, ნაცების 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის პირობებში ხალხთან ერთად აღასრულა ქვეყანა დააყენა მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების გზაზე. დემოკრატიული ინსტიტუტებით და რაც ყველაზე მთავარია, სუვერენიტეტის გაძლიერებით. დღეს რეგიონში 3 წლიანი გაუნელებელი ომიანობის პირობებში და გარეაქტორების თუ შიდა აგენტურის მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობის ზრდა და სუვერენიტეტზე. საკუთარი მოქალაქეების დაკვეთაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამიტომ მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და მოვიხატოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი. მხარი დავუჭიროთ მშვიდობას და უარი ვუთხრათ მოღალატე აგენტურის რევოლუციურ ბოდვებს. ეს პაატა ბურჭულაძე ძალიან უცნაური პერვერსული ადამიანია. საკუთარ თავს რუს ბანს უწოდებს. Я известен во всем мире как русский бас. პუტინისთვის აქვს ნამღერი. საქველმოქმედო ფონდი დააარსა, სადაც გაჭირვებული ბავშვებისათვის ჩარიცხულ თანხებს საკუთარ ჯიბეში უშვებდა. ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს ნაცების ცვლილებამდე მილიონებს თხოვდა ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში ჩასართავად. მერე გირჩან ერთად პარტია შექმნა. ზურაგირჩი მალევე ფულზე გაიყიდა და დაუშალა პარტია. რის შესახებაც არაფერი იცოდა. მოკლედ, იშვიათი იდიოტია, ხო, აშკარად. ახლა კი დაანონსებულ ცვედნების რევოლუციას ჩაუდგა სათავეში. თან ქურდებს ახსენებს ჩვენს მხარეს არიანო. იმდენი შერაგითხარი პაატა და ზევიდან იმ ქურდს თუ მაგ მენტალობასთან კეთილგანწყობილ ადამიანს, რომელიც კაცების გამაუპატიურებელი ნაცების გვერდით დადგებიან. ეგ იქით იყოს და იმ დღეს ფოტო გამოდო არც მეტი, არც ნაკლები ბაჩუ ახალაიასთან. ანუ ციხეში წამების აღსრულების მთავარ შემოქმედთან, გამაუპატიურებელთან, მოძალადესთან და მკვლელთან ერთად გამოდო სიამაყით ფოტო. ძმაკაცები ვართო. წინა დღეს ქურდებთან ძმაკაცოფო, მეორე დღეს ციხის ჯალათ ახალაიასთანო. ხომ გითხარით, მაგარი არეულია. ხო და ბატონო პაატა, 4-ში რომ შეიკრიბებით, ერთი რამ მუდამ გახსოვდეთ ყველა მოღალატეს და სამშობლოს გამყიდველს. რაიმე პროვოკაცია ან ძალადობრივი ქმედება არ ჩაიდინოთ, თორემ ჯერ ხომ სამართალდამცავი ორგანოები გაგებინებენ უმკაცრესად პასუხს. და მერე ქართველი ხალხი დაიწყებს უკვე თქვენზე ნადირობას და დასადგომი აღარსად გექნებათ. აი თქვენივე აქტივისტმა, ვიღაც თქვენსავით დევიანტმა ვიმე ნანა სანდერმა კარგი რჩევა მოგცათ. 4 ოქტომბრამდე სექსით არ დაკავდეთო. ხო და 4-ში შეგიძლიათ შეიკრიბოთ, ერთმანეთი ნახოთ და მერე გაგრძელებათ თქვენს კი იცით თავად. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კვლავ ეთოქზე და ერთად ვიცინებთ ბევრს მორიგ ვერ შემდგარ ცვედან მოღალატეთა რევოლუციაზე.